გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ სოფი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს YouTube-ის არხზე. დღევანდელი ვიდეო იქნება ძალიან სასარგებლო თქვენთვის, თუ აპირებთ მოცემული გამოცდის ჩაბარება. რომ არ გამოგხსნათ ახალი ვიდეო გაკვეთილები, გამოიწერეთ არხი. ასევე მესტუმრეთ Instagram-ზე, იმიტომ რომ იქაც გიზიარებთ უამრავ სასარგებლო ინფორმაციას. ასევე მოიწონეთ ეს ვიდეო, თუ მოგეწონებათ, რა თქმა უნდა. ჩვენ კი დავიწყოთ. დავიწყოთ იმით, თუ რა მოწმდება გამოცდაზე. გამოცდაზე მოწმდება მასწავლებლის პროფესიული ცოდნა და მისი ენობრივი კომპეტენცია 4 კომპონენტში. ეს 4 კომპონენტია: წერის უნარები, კითხვის უნარები, ლაპარაკის უნარები და მოსმენის უნარები. ახლა კი განვიხილოთ გამოცდის ხანგრძლივობა, დავალებების რაოდენობა, მაქსიმალური შეფასება და გამსვლელი ქულა. მოსმენის ნაწილი შედგება 2 დავალებისგან. მაქსიმალური ქულა არის 16, ხოლო გამსვლელი, ანუ მინიმალური ქულა არის 6. რაც შეეხება კითხვის ნაწილს, ის შედგება 4 დავალებისგან. მაქსიმალური ქულა არის 36, ხოლო გამსვლელი, ანუ მინიმალური, რომელიც უნდა მიიღოთ, არის 12. რაც შეეხება წერით ნაწილს, შედგება 2 დავალებისგან. მაქსიმალური ქულა არის 22, გამსვლელი კი 8. ჯამში ამ 3 კომპონენტისთვის თქვენ გაქვთ 4 საათი. რაც შეეხება მეტყველების ნაწილს, ის შედგება 3 დავალებისგან. მაქსიმალური ქულა არის 16, ხოლო მინიმალური, ანუ გამსვლელი 6. და მეტყველების ნაწილის ჩაბარებისთვის თქვენ გაქვთ 15 წუთი. ახლა კი უფრო დეტალურად ვისაუბროთ თითოეულ კომპონენტზე და შეფასებაზე. წერის უნარებში მასწავლებელმა უნდა დაწეროს თხზულება, რომელიც უნდა შედგებოდეს მინიმუმ 180 სიტყვისგან, მაქსიმუმ 230 სიტყვისგან. ასევე უნდა მკაფიოდ, თანმიმდევრულად და არგუმენტირებულად გადმოსცეს საკუთარი აზრი მოცემულ თემასთან დაკავშირებით და წერისას გამოხატოს და დაიცვას საკუთარი პოზიცია. რაც შეეხება მეორე დავალებას, მასწავლებელმა უნდა დაწეროს საქმიანი წერილი, რომელიც უნდა შედგებოდეს მინიმუმ 150 სიტყვისგან, მაქსიმუმ 180 სიტყვისგან. უნდა უპასუხოს დავალების მოთხოვნებს და გამოხატოს საკუთარი პოზიცია. ახლა კი გადავიდეთ კითხვის უნარებზე. მასწავლებელმა უნდა წაიკითხოს შესაბამისი სირთულის, კერძოდ B2-ის ინფორმაციული, შემეცნებითი ან პროფესიული შინაარსის ტექსტი და გაიგოს მასში მოცემული როგორც ძირითადი აზრი, ასევე ფაქტობრივი ინფორმაცია. ასევე წაკითხულ ტექსტზე დაყრდნობით შეასრულოს მოთხოვნის შესაბამისი სირთულის, ლექსიკური და გრამატიკული სახის დავალებები. დავალებებს ჩვენ გავარჩევთ ცოტა მოგვიანებით. რაც შეეხება ლაპარაკის უნარებს, მასწავლებელმა უნდა ილაპარაკოს ბუნებრივად, დაუბრკოლებლად და არგუმენტირებულად მოცემული თემატიკის გარშემო. საუბრისას გამოხატოს და დაიცვას საკუთარი პოზიცია. მოსმენის უნარებში კი უნდა მოისმინოს შესაბამისი სირთულის ტექსტი, იქნება ეს ინტერვიუ თუ დიალოგი, გაიგოს მასში მოცემული როგორც ძირითადი აზრი, ასევე ფაქტობრივი ინფორმაცია. ახლა კი გავარჩიოთ ესეს შეფასების კრიტერიუმები. ეს არის დავალებასთან შესაბამისობა, ლოგიკური და სტრუქტურული თანმიმდევრობა, ლექსიკური მარაგი და გრამატიკული სისწორე, რა თქმა უნდა. რაც შეეხება ლაპარაკის შეფასების კრიტერიუმებს. ეს არის დავალებასთან შესაბამისობა და გაბმულობა, გრამატიკული სისწორე და მრავალფეროვნება, ლექსიკური მარაგი და სწორი წარმოთქმა. ახლა კი განვიხილოთ გრამატიკული საკითხების ჩამონათვალი, ანუ რა შედის გამოცდაში. პირველ რიგში ეს არის არსებითი სახელი და შემდგომი თემები, რომელიც ეხება არსებით სახელს. კონკრეტული თუ აბსტრაქტულია, თვლადი თუ უთვლადი, მისი ბრუნება და რიცხვი. ასევე უნდა კარგად იცოდეთ არტიკლი, განსაზღვრული the, განუსაზღვრელი en და ნულოვანი, ეგრეთ წოდებული zero article and no article. ასევე გრამატიკულ საკითხებში შედის ზედსართავის სახელი. კერძოდ შედარების ხარისხები more, the most, as, not, not so as და the more. ასევე გრამატიკულ საკითხებში შედის ზმნიზედა. კერძოდ უნდა იცოდეთ ზმნიზედის სახეები და შედარების ხარისხები. გარდა ამისა, გრამატიკულ საკითხებში შედის რიცხვითი სახელი. კერძოდ რაოდენობითი და რიგობითი. ასევე უნდა მოემზადოთ ნაცვალ სახელებში. კერძოდ კონკრეტულ ტესტში შედის პირის ნაცვალ სახელი, ეგრეთ წოდებული subject and object pronouns, ჩვენებითი ნაცვალ სახელი,
ანუ demonstrative pronouns, კუთვნილებითი ნაცვალსახელი, ანუ possessive pronouns, კითხვითი ნაცვალსახელი, interrogative pronouns, მიმართებითი ნაცვალსახელი, relative pronouns, განუსაზღვრელი ნაცვალსახელი, indefinite pronouns, უკუქცევითი ნაცვალსახელი, reflexive pronouns და ემფატური ნაცვალსახელი, emphatic pronouns. ასევე გრამატიკულ საკითხებში, რა თქმა უნდა, შედის ზმნაც. კერძოდ, წესიერი და არაწესიერი, regular and irregular verbs, პირიანი და უპირო, სრულმნიშვნელოვანი, main verbs, დამხმარე ზმნები, auxiliary verbs, მაკავშირებელი ზმნები, linking verbs, გარდამავალი ზმნები, transitive verbs, გარდაუვალი ზმნები, intransitive verbs, მოდალური ზმნები, modal verbs, ფრაზული ზმნები, phrasal verbs, გვარი, active and passive voice და კილო, verb moods. ასევე გრამატიკულ საკითხებში შედის მოცემული დროის ფორმები მოქმედებით გვარში, verb tenses in active voice. კერძოდ, present simple, present continuous, present perfect continuous, past simple, past continuous, past perfect continuous, future simple, future continuous, future perfect, future simple in the past, future continuous in the past. ასევე გრამატიკულ საკითხებში შედის დროის ფორმები ვნებით გვარში. Verb tenses in passive voice. კერძოდ, present simple passive, present continuous passive, present perfect passive, past simple passive, past continuous passive, past perfect passive, future simple passive, future continuous passive. გრამატიკულ საკითხებში შედის წინდებულების სახეები, კერძოდ, ადგილის წინდებულები, prepositions of place, მოძრაობის წინდებულები, prepositions of movement და დროის წინდებულები, prepositions of time. გრამატიკული საკითხების ჩამონათვალში ასევე გვაქვს კავშირი, კერძოდ, მაერთებელი კავშირი, coordinating conjunctions, მაქვემდებარებელი კავშირი, subordinating conjunctions და მაკავშირებელი სიტყვები, linking words or clauses. გრამატიკულ საკითხებში ასევე გვაქვს წინადადება. კერძოდ, მარტივი simple sentences, რთული თანწყობილი compound sentences, რთული ქვეწყობილი complex sentences. მტკიცებითი, კითხვითი interrogative, უარყოფითი negative, ბრძანებითი imperative. პირობითი conditionals first, second and third. წინადადების წევრები parts of a sentence და წინადადების წყობა, sentence clause structure. ასევე გრამატიკულ საკითხებში გვაქვს პირდაპირი და ირიბი თქმა, direct and reported speech, კერძოდ დროთა თანმიმდევრობა, ანუ sequence of tenses. გრამატიკულ საკითხებში შედის სიტყვა წარმოება, word formation, კერძოდ მოცემული სუფიქსები tion, ity, er, nes, ism, ment, ant, ship, age, ery და პრეფიქსები re, dis, over, un, mis. გრამატიკულ საკითხებში ასევე გვაქვს ორთოგრაფია და პუნქტუაცია, ანუ უნდა კარგად ისწავლოთ მართლწერის წესები. ახლა კი განვიხილოთ ტესტი. ტესტი შედგება 8 დავალებისგან. ტესტი ამოწმებს ინგლისურ ენაზე მოსმენის, კითხვისა და წერის უნარებს. ლაპარაკის უნარის შესამოწმებელი ტესტი ტარდება დამოუკიდებლად. გამოცდის მაქსიმალური ქულა 90, ამ ტესტში მოცემული დავალებების მაქსიმალური ქულა კი 74. ტესტზე სამუშაოდ გეძლევათ 4 საათი. პირველ 6 დავალებაში თითოეული სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით. მეხუთე დავალებაში, ანუ task 5-ში, ორთოგრაფიული შეცდომები ითვლება შეცდომად. ლაპარაკის ნაწილის მაქსიმალური ქულა 16. იმ შემთხვევაში, თუ მეხუთე დავალებაში აპლიკანტმა დაწერა 2 პასუხი, მას ქულა მიენიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე პასუხი სწორია. Task პირველი, რომელსაც ხედავთ ეკრანზე, არის მოსმენის დავალება, ანუ listening. მაქსიმალური ქულა 12. უნდა მოусმინოთ აუდიო ჩანაწერს და შემოხაზოთ სწორი პასუხი. Task 2, ანუ მეორე დავალება, ასევე არის მოსმენის დავალება, ანუ listening, რომელშიც მაქსიმალური ქულაა 4. უნდა მოусმინოთ აუდიო ჩანაწერს და შევსაბამოთ დანომლილი ფრაზები
A, B, C, D, E, F speakerებს. Task 3-ში, ანუ მესამე დავალებაში გვაქვს წაკითხulis გააზრება, ანუ reading. მაქსიმალური ქულა არის 10. უნდა წაიკითხოთ ტექსტი, თუ წინადადება მართალია, უნდა მონიშნოთ შესაბამისი აბზაცი, სულ არის A, B, C, D, E, F truth სექციაში. თუ წინადადება მცდარია, უნდა მონიშნოთ შესაბამისი აბზაცი A-დან F-ის ჩათვლით false-ის სექციაში. მეოთხე დავალება, ანუ task 4 ასევე არის წაკითხulis გააზრება, ანუ reading. მაქსიმალური ქულა ამ დავალებაში არის 6. უნდა წაიკითხოთ ტექსტი და ჩასვათ გამოტოვებული წინადადებები და უნდა აირჩიოთ A, B, C, D, E, F, G, H-ისგან. ანუ სულ არის მოცემული 8 წინადადება. უნდა ჩასვათ 6, ანუ 2 არის ზედმეტი. მეხუთე დავალებაში, ანუ task 5-ში გვაქვს სიტყვათა წარმოება, ანუ word building. მაქსიმალური ქულა არის 10. უნდა შეცვალოთ ფრჩხილებში მოცემული სიტყვები ისე, რომ წინადადება გახდეს გრამატიკულად სწორი. რაც შეეხება მეექვსე დავალებას, ანუ task 6, არის შეცდომების გასწორება. მაქსიმალური ქულა არის 10. უნდა წაიკითხოთ წინადადებები, თუ იპოვით შეცდომას, უნდა მონიშნოთ შეცდომის ტიპი, პასუხების ფურცლებში. თუ სტრიქონში ვერ იპოვეთ შეცდომა, უნდა მონიშნოთ ASO J. გექნებათ მოცემული შეცდომების ტიპების ჩამონათვალი, რომელიც უნდა გამოიყენოთ. ეკრანზე შეგიძლიათ დაინახოთ. შემდეგი დავალება არის წერითი დავალება, ანუ writing. და ეს არის საქმიანი წერილი. მაქსიმალური ქულა არის 6. უნდა დაწეროთ ელექტრონული წერილი და ისაუბროთ ქვემოთ ჩამოთვლილ პუნქტებზე. სიტყვების რაოდენობა, როგორც ადრეს აღვნიშნეთ, მინიმუმ 150, მაქსიმუმ 180. შემდეგი დავალება ასევე არის წერითი დავალება, writing-ი, ოღონდ ახლა უკვე ესე. მაქსიმალური ქულა ესეში არის 16. უნდა წაიკითხოთ თეზისი, დაწეროთ რომელ აზრს ეთანხმებით და რატომ, მოიყვანოთ არგუმენტები, რათა დაასაბუთოთ თქვენი პოზიცია. სიტყვების რაოდენობა მინიმუმ 180, მაქსიმუმ 230. სულ ეგ იყო. იმედი ეს ვიდეო იყო თქვენთვის სასარგებლო და ბევრი რამ ისწავლეთ. თუ ასე, მოიწონთ ეს ვიდეო. ამით ძალიან გამახარებთ. მე კი გამშვიდობებით ულამაზეს დღეს გისურვებთ დროებით.